სუნი აქ იმნაირი გიძახის ასე. ვინ შემჯდარი ამ პუბლიკზე? მოვედი რაღაც იქნა მოვიდა ჩემი რე. გუშინ არ შეხ. ხო, გუშინ არ შევხვდე. ერთი გადადა. მაგარია ბოშობა გამახსენდა ასე პატარა კაში რო ჩაასხამდნენ და მე გაზიან წყალს შევშებოდნენ აი ეს ვთქვა. სუნი საკმაოდ გემრიელია. ეს არის ქუთაისის სავიზიტო ბარათი. უა მაგარია. გაუმარჯოს, კაი ხალხს მოგესალმებთ ქუთაისიდან. გადავწყვიტე რომ ქალაქებში ჩავიდე და იქაური კერძები დავაგემოვნო. ოღონდ რანაირ იცი? როგორიც ქუთაისში არის პიკენტია საქაბაბე, რაც კი ესეთი ადგილი არის, რომლებიც ოდითგანვე იყო, დაგვამახსოვრა თავისი თავი ბავშვობიდან. აი გადავწყვიტე რომ მაგნაირი ადგილებში მივიდე. ერთ-ერთი არის აი ეს ბუბლიკები. წავედით ახლა და ეს ბუბლიკები დავაგემოვნოთ. აი ეს არის ის საბუბლიკე, რომელზეც ქონდა საუბარი. ამ ბუბლიკის მუღამი არის რა იცი? აქ რო ჩამოვივლი ამ ადგილზე სუნი აქ იმნაირი, პირდაპირ რა ვიცი, შეგიტყუებს რა. გიძახის ასე. იმნაირი სუნი აქ, გინდა არ გინდა რო ჩამოვივლი აქ, ბუბლიკი უნდა იყიდო. დავით აბა, გამარჯობა. ბუბლიკი მინდა? აი, ეს ბუბლიკი. ვიყიდე ბუბლიკი და შეხედე, აი. როგორ გამოიყურება, აი. აი მას სუნი აქვს, რა ვიცი, საოცარი. აი რანაირი სუნი აქ იცით, კბილი სუნი აქ რაღაც იმნაირი და გემრიელი რომ ვერ აგიწერ. ქუთაისელი ვინცაა, ყველა მიცის ამის სუნი და ყველა მიხვდება რასაც გულისხმობ. იმნაირი კბილი სუნი აქ, აუ ძალიან მაგარი. აი ნახეთ. ოჰოჰოჰოჰო. ოჰოჰოჰოჰო. რანაირი ცხელი არის. სულ ცხელი რაფერ არის აქ ეს პუბლიკი, არ ვიცი. გავსინჯოთ ახლა. ერთ-ერთი იმ ადგილიდან, რომელიც მუდამ იყო ქუთაისში. ნოსტალგიას გაგიღვიძებს იმნაირი გემო აქ რა. ძალიან ტკბილი არაა ისე. უნდა დაამუღამო რა ამის გემო. ვინ შემჯდარი ამ პუბლიკზე, იმან იცის ამის გემოდან. პირველად თუ შეჭამთ, რა ვიცი, შეიძლება ვერ დაუმუღამო. კარგი არის, ძველი ადგილი არის და ოდითგანვე რა ვინმეს პუბლიკი თუ მოუნდება, ყველას ახსენდება აი ეს ადგილი. მე რადგანაც ქუთაისელი ვარ, ობიექტურად ამ ადგილებზე ვერ ვიმშელებ. ვერ თქულას დაუწერ და ვერაფერს. ეგ არის ჩემი ბავშვობა და მომწონს და კარგი არის. და არ უნდა მაგას ახლა ბევრი ბაზარი. აი წავედ. კიდე გამახსენდა ერთი ადგილი ქუთაისში, სადაც ხვებოდა ხაჭაპური 60 წელი ღირდა, ზუსტად არ მახსოვს. ნუ 30-დან 60 წლამდე ღირდა ხაჭაპური და უძახოდნენ ბაზრის ხაჭაპური. ხო და ზუსტად არ ვიცი ახლა თუ ფუნქციონირებს და ნახავ აბა, მივალ. რაღაც ძველ ადგილებს ვეძებ, არეგამ მაქანაც მივალ და ნახოთ აბა თუ არის და იმასაც დავაგემოვნე. აი ბაზრის შესასვლელი. აი აქ იყო როგორც მახსოვს. აი აქ იყო. გამარჯობა. აქ რამე ისევე სკეთება? სახაჭაპურა? ვა, რა მაგარია. რამდენი ხანია დაკეტილია? 6 თვეა? ამდენ ხანი ფუნქციონირებდა? ანუ კიდე აპირებენ გახსნას, ხო? ხო, რემონტდება და განა. ვა, მაგარია. რემონტდება ეს ადგილი და როგორც გავიგე, ცოტა ხანში გაიხსნება. და აუცილებლად მოვალ აქაც. დიდი ხნის დაკეტილი არ ყოფილა. რაფერად შევიწვე? დაახლოებით 6 თვე არისო დაკეტილიო და აქამდე თუ ფუნქციონირებდა არც მეგონა. ცოტაც და გაიხსნება რა. კარგი, წავედი ახლა და სხვა ადგილს ვნახავ. ის გამახსენდა. ბაზარში რო უკან ჰამბურგერი იყიდებოდა. ბაზრის ჰამბურგერი. მაგარი იყო. სოფელში რომ მივდიოდი, სულ ჭამდი იქ და მაგიტომ მიხარო და არა სოფელში წასვლა მიხარო, რა ისედაც მაგრამ. მაგის გამოც მიხარო და სოფელში წასვლა. ისე ბევრმა იცის მაგ ადგილი, ვინც სოფელში დადიოდა ჭავჭავაძიდან, ერთხელ მაინც ექნება მაგი განახსენჭი.
იმედია ფუნქციონირებს კიდე. დიდი ხანი არ ყოფილა არც აქ, როგორც იქ ხაჭაპურზე ნახოთ აბა. აი ხო და ამ სიარულში მომაფიქრდა რამე ამ ვიდეოების სერიას სახელი ხო არ მოუფიქრო. მაგალითად ქალაქის ლეგენდები, ან ქალაქის გემო, ან რა ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში. აი შეიძლება დავარქვა ამნაირ ვიდეოებს ქალაქებში რო ჩავალ და იქაურ ძირძველ კერძებს და ძირძველ ადგილებს რო ვესტუმრები. კი, ფუნქციონირებს. აბა გავიხსენოთ ბავშვობა და ის გემო როგორიც იყო. ორნახევარი ჰამბურგერი. არ არის ჰამბურგერი? იქნება? ჰამბურგერიც ვერ დავაგემოვნე. რა არის ეგი? არა და მაგარ მუღამზე ვიყავი. ხვალ დავბრუნდები აქ ამის დასაგემოვნებლად. თქვენ მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწვევა და ვიდეოს და ლაიქება. The next day. მოვედი რაღაც იქ მოვიდა ჩემი რეგი რამდენი ხალხია. არ მეგონა აქ ასეთი იყო კიდე. გამარჯობა, ჰამბურგერი. გუშინ არ შეხვდა. ხო, გუშინ არ შეხვდა, კი. არა. ერთი გადადა და ერთი საფეხი მომეცი რა. აგერტე. რამდენი ხანი არის ეს ადგილი? მე ვარ 30 წელი, 31 წელი. მადლობა. აი, როგორც იქნა მოვიდა ჩემი რეგი. აი შეხედე. ცხელი არის, ახლა გამოვიდა. აი ნახე. ძალიან კარგად გამოიყურება. ეს ლიმონადი, ძველებური, როგორც იყო. ეხა გავსინჯებ და გეტყვით როგორია. აი, სოსისიც ჩანს. ადრე მახსოვს ნახევარი იდო შეგნეთ და ახლა ვნახოთ აბა როგორაა. სუნი საკმაოდ გემრიელია. დემოზე ძალიან გაიარე. ძველი გემო გამახსენა. აი ეს პორტოფლისაა. ზუსტად როგორი გემოცხალდა ადრე მეგდემო ჰამბურგერსაც და აი ამ ლიმონადს. მაგარია ბავშვობა გამახსენდა ასე პატარა კაში რო ჩაასხამდნენ და მე გაზიანს ხალხშევდებოდნენ აი ზუსტად აი უკვე რაც აქვა უკვე ყველა გამიყიდა და მეორე პარტიას ამზადებენ ხალხი რიგში დგას კიდევ. მეგონა არ შევჭამდი, მაგრამ იმნაირი კაი არის, ყოველი უნდა შეჭამ. გაუმარჯო ჩემ გამომწერებს. აი ეს ადგილი არის კარგი თავისი ატმოსფეროს. აი ეს სადგური არის და ბევრი ხალხი მოდის და ყველა მისთვის ახლა ჰამბურგერი იყიდება. იმდენი რამე იყიდება და ყველა ჰამბურგერისთვის მოდის. აი მაგიდებით ყველა სავსე არის. აი ქენი რომელი. პირო უბრალოდ გავსინჯავდი, მაგრამ ისე გემრიელია ბოლომდე უნდა წამო. სოსისიც ნახევარ მხარეს, მეორე მხარეს არის ხორცი, ბრინჯი და სუნელებშია შეზავებული. რომელსაც ძალიან გაიგებოა მეორე ნახევარს. აი ეს ნოსტალგიისთვის უნდა მოგვიდაფარმა და უნდა წავა ამ ადგილზე. გემრიელია. აი წავიდეთ ახლა შემდეგ ადგილზე და ავაგზელოთ ქუთაისში გასტრონომიული მოგზაურობა ძველ ადგილებზე. წავედით. მართლა არ ველოდი ამდენი ხალხი თუ დადიოდა ამ ადგილზე კიდე რა. ძალიან გამიხარდა ძველებური გემო აქვს ზუსტად. ატმოსფეროც იმნაირი არის და როგორც გამოვა ეგრევე იყიდება. ერთი პლუსით გავაკეთოთ ბაზრის ჰამბურგერისთვის და წავედით ახლა სხვა ადგილზე. მე ვედი მთავარ ადგილზე. ეს ადგილი კი მაქვს გადაღებული გემო ფესტის დროს, მაგრამ ამ ვიდეოში როცა ქალაქის ისტორიულ ადგილებს ვსტუმრობ, ვიკენდია საქაბაბის გარეშე არ გამევიდოდა. ეს არის ქუთაისის სავიზიტო ბარად, გასტრონომიის მხრივ. მოდი ახლა და ისევე წევიდეთ და დავაგემოვნოთ. 1-2-იანი 3-იანი. ომეცი 2. აი ხალხო. რატო არის ვიკენდია საქაბაბი? შეხედეთ ამას. რა ვახე? რამდენი? აი შეხედეთ ახლა ეგრევე გაასწორებს რას ვარ. კიდევ ერთხელ მოვედი ამჯერად ახმელიაზე. შეხედეთ. უა მაგარია.
არა, საჭესა უნდა დავჯი და ლიმონადი. მოდიამ კიდევ ერთხელ გავსინჯოთ ქუთაისის გასტრონომიული შედევრი. აუ, ტომატის სუნი აქვს, ხორცი. ახმელიაზე ერთიულად უფრო მაგარია ქაბაბი. აი ამ სიცხარი მათ მეიტანა ახლა. კარგად, ახმელიაზე ყოფნის დროს მაგარი ჯაგა. მაზრა თუ არ იყო. ერთმა დამიწერა კიდე რომ ვიკენდიას ქაბაბს რო აქეთუ ასე მგონიაო ქაბაბი არ გაქონა ჭამები ხოლმე. ვიკენდიას ქაბაბი არ ფასდება. ახანა ფასდება სიტუაცია, გარემო, ისტორია და მე კიდე ესეც რო არ იყოს, მოდითგანვე რაც ხონდა რეცეპტი, იმ რეცეპტით კეთდება და მაშინდელი რეცეპტი და ახლანდელი რეცეპტები განსხვავდება. მაშინდელი დროისთვის კაი იქნება. ახლაც ერთიანობაში რო შეავკვასო, ძალიან კაია. ასე რომ ეს როგორც ქაბაბი ისე არ ფასდება. ეს ფასდება ისე როგორც ისტორია. აი, ერეგლე ჩამოწვის ბურახის ნელა ვემგვანები ადამიანს. თან კაი არის, ასე გახადა. რამდენი ქუთაისის გარემოცვაში ხან, რაღაცა ატმოსფერო არის მაგარი. ქუთაისის გარემოს. ქაბაბი. რა გინდა მეტი? აჰა, ვიკენდიას ათრით ერთი ნაწილი შავი პურით რა. აი, ჯაგა. ჩვენ გეიხარებ ვიკენდი ამის გაკეთებისთვის და გამევიხედე თვალებში. ქუთაისში ვიცი ბევრი ადგილი რომელიც ოდითგანვე იყო და ძველი არის, მაგრამ სხვა ქალაქებში არ ვიცი და გამიწერეთ რომელ ქალაქში წავიდე, ოღონდ რადგან იმერეთში ვარ, გამიწერეთ იმერეთის გარშემო ჯერჯერობით ქალაქები და მისი ისტორიული გასტრონომიული ადგილები და მე ვარ და იქაც დავაგემოვნებ ყველაფერს. კარგი, წავედი ახლა, ერთი ადგილი გამახსენდა კიდე და იქნება ვიკენდიას აქაბაბეთ, ოპტიჩკულია. წავედი. შედარებით უკეთესად ვარ. ლუდი უფრო გაასწორებდა, მაგრამ და მუშაო ეს ის რაღაცა და საჭესთან უნდა დაждდერა და ჩვენ ხო არ ვსვამ საჭესთან და ყველას მოუწოდებთ მაგასო საჭესთან დაждდებიან ნასვამ. გაურთხნენ საკუთარ თავსო სხვებსაც. შემდეგი ადგილი და ამ ვიდეოში ბოლო არის ნიხნიკიას სასადილო. ესე ცნობილი ადგილი არის ქუთაისში. ოდითგანვე იყო ამ ადგილზე. ქუთაისში სხვა ადგილებიც არის ძველი, მაგრამ ამ ვიდეოში ამით დავასრულებ და თქვენ დამიწერეთ ისეთი ადგილები, რომლებიც მე არ ვიცი ქუთაისში. აი, წავედით ახლა. შევკვეთებ ბიშტექსი. რა ქვია მაგას ბიშტექსი ქვია? ბიშტექსი. რაც არის ბიშტექსი შევკვეთე. ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე აქ და ბიშტექსი ჭამდი. ნახავ ახლა რანაირი გემო იქნება და როგორი იქნება. მე გივიცი ახლა რანაირიც იქნება, კაი იქნება. იმიტომ ქუთაისური არის. კიდე შეფასებებს არ უკეთებ ქუთაისურ ადგილებს, იმიტომ ქუთაისელია და აქაური ადგილები არ ფასდება. ცოტა ხანში გამზადდება და გაჩვენებ როგორი იქნება და რა იქნება. აი მოვიდა ლიმონადი, 11 გლასი ბიშტექსთან ერთად მოდის ლიმონადი. აი ასე გამოიყურება. რაღაც ძველებური იერსახია. მოდი აბა ნახოთ. სხლის სუნია გავთქვა. ნუ ზოგი ცოტა იაფასიანი ლიმონადი. გასტაკლებენ და ამას გაზი კარგად აქვს. ჩაინს კიდევ. აი ასე გამოიყურება ბიშტექსი. რა სუნი მეიტანა. ინგრედიენტები ვნახოთ კაი ახლა შეგნით რა არის. საკნაზების, კვერცხი, პიურე და კოტლეტი. ძალიან მოდის აქ ძველად გამოიყურება. თათარქე გავინჯოთ ახლა პიურე. კაი გემნიერი პიურეა. ხახვის საწებელი და მწვანილები ერთად. რა გემრიელია. აი, კოტლეტი გავსინჯოთ ახლა. თავარი მაინც ბიშტექსი კოტლეტი არის.
ის რა გემრიელი სტუმი. გამოდი ესამეშნავე. გელაპარაკება კატლეტი რა, ძალიან გემრიელი კატლეტი. საკმაზების გემოიგზნობა, ოდნავ ცხარე არის. მაგარია. ვერც სახარ უნდა მოვხდება. ყველაფერი ერთად უნდა ჭამო. პიურე, კვერცხი, ეს კატლეტი ერთად არის ძალიან გემრიელი. ერთიანობაში ეს არის სიმფონია რა, ორკესტრი არის, ყველაფერი ერთმანეთს უხდება ძალიან მაგრად. კათიშა ხო? ოპერატორი ყავს ხალხო შესაძლოა. ამას არ მაცდეს. ის კი შევცვალე წინა, მაგრამ ესეც რაღაც მაიმუნობს. მაცადეთ. ჩაძვერი შეგნიშველი. აუ რა გემრიელად გამოვძეხი. ძალიან დიდი პორცია არის ეს ბიფშტექსი, ბიფშტექსი ქვიებია. კარგი რა, რაც უნდა ქონოდა ბიფშტექსი იმის გამო ქონდა, ძალიან გემრიელი იყო ერთი სიტყვით. და ქუთაისურ ადგილებს როგორც გეუბნებით, კულები არ ეწერება, ყველაფერი კაი არის. გინდა მიკერძოებაში ჩამითვალეთ, გინდა რაშიც გინდა იმას ჩამითვალეთ, არ მაინტერესებს. კარგი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაგემშვიდობებით ნახვამდის მომავალ ვიდეომდე.